რატომ ვერ მოგვარდა წლების განმავლობაში ქუთაისში ნაგავს საყრელის პრობლემა? ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. იტალიური კომპანია კი ახალი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის დროს ითხოვს. სანამ მხარეები დეტალებს არ ყვევენ, ქუთაისის ნაგავსაყრელი ძროხების საძოვრად იქცა. სრული ანტისანიტარია, ინფექციის გავრცელების საფრთხე და კვამლი, რომელიც ნაგავსაყრელთან ცხოვრობებს უკვე წლებია პრობლემებს უქმნის. ნახეთ რეპორტაჟი ქუთაისიდან. ადამიანებს, რომლებიც ქუთაისის ნაგავსაყრელს პატრონობენ, ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. შესაბამისად, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: რატომ უშვებენ ამ ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონელს? ნაგავსაყრელი ბოლო დროს ძროხების საძოვრებად იქცა. სრულ ანტისანიტარიაში შინაური ცხოველი ნარჩენებით იკვებება. ადგილობრივების ინფორმაციით, ძროხებს ხშირად ნაგავსაყრელზე კლავენ და ხორცს ბაზარში ყიდიან. გაუსაზლის სუნს კვამლი ემატება, რომელიც ქარის დროს მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები შეუძლოდ ხდებიან. ნამწვავი ყვამლი მოდის, ისეთი გაუსადრისია და სუნთქვაჭირს. ჩვენ კიდე არაფერი, მაგრამ ბავშვები შეწუხებული ვარ, ნაგავით, ყვამლი, ჯერესული გამოდის, იქიდან პაჟარი და ყველაფერი ხდება იქ. ნაგავსაყრელზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს ქუთაისის სურსათის უნევლობის და ვეტერინარიის სამსახური. სპეციალისტები განმარტავენ, რომ არსებობს დიდი რისკი შინაური ცხოველი დაავადეს და ინფექციის მატარებელი გახდეს. იქ შეიძლება გავცადდეს საერთოდ ინფექცია და ინფექცია მიიღოს, აიღოს ამ ცხოველმა. ყველაზე მეტი საშიში შეიძლება იყოს ის, რომ თქვათ ტოქსინები მიიღოს, სხვა ტოქსინები, რომლებიც იმოქმედოს ცხოველზე. რატომ ვერ მოგვარდა წლების განმავლობაში ქუთაისელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა? დასუფთავების სამსახური პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაევალა. რაფანოს სერვისმა საკონტრაქტო პირობები დაარღვია, რის გამოც სოლიდური ჯარიმა ორჯერ უკვე დაეკისრა. ერთხელ იყო დასუფთავების შემთხვევა, როდესაც დაჯარიმდა 1000 ლარი და ერთხელ იგივე ნაგავსაყრელის პრობლემა, რაც მე ვთქვი ახლა, იგივე 1000 ლარი დაჯარიმდა და ეს გაგრძელდება კიდევ სანამ არ მოაწესრიგებენ ამ პრობლემებს. იტალიურმა კომპანიამ, რომელსაც ნაგავსაყრელის ტერიტორია 30 წლის იჯარით გადაეცა 3 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიაში ირწმუნებია, რომ ბიზნეს გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ნაგავსაყრელის პრობლემა უახლოეს თვეებში მოგვარდება. ჩვენ ილუზიას ვერ შევიხვით, რომ მოვიდა იტალიური ფირმა და ერთ კვირაში უკვე ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში იქნება. სავარაუდოდ წლის ბოლომდე უკვე იქ უნდა იქნება დადგმული უკვე ეს ქარხანა. ნაგავსაყრელზე მშენებლობის ნებართვას გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემს. კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია პირობებს დაარღვევს, ძროებით ვალდებულებები მუნიციპალიტეტმა უნდა შეასრულოს. ადგილობრივ თვითმმართველობამ როგორც ასეთი მინიმალურად მაინც უნდა გაატაროს ის ღონისძიებები, რომ ნაგავსაყრელი დაცული იყოს და ის არ წარმოადგენდეს სერიოზული დაბინძურების კერას და სერიოზულ საფრთხეს. ნაგავსაყრელი ქუთაისში ქალაქის გასასვლელში მდებარეობს. დაბინძურებული გარემო პრობლემებს მძღოლებსაც უქმნის. იმ შემთხვევაში თუ ვითარება უახლოეს პერიოდში არ შეიცვალა, არ არის გამორიცხული იტალიურ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გადაიხედოს.